როცა ყველას დიდი სიყვარულით მევადელი სახარება, სისხლის სახარება ვამტკიცებს, ვაძლიერებს წმენაში ქრისტეს მესიომისა, ქრისტეს ძე ღვთისმშობლისა, რომელიც არის ძე ღვთისა ცოცხალი ღმერთი, რომ ვინც იწმუნებს ქრისტეს, იგი გადარჩება და ცხოვრდება. კაცო თქვენ, როდესაც პეტრე აღიარებს ქრისტეს მესია და ესევე ჩვენც უნდა ამ ცხოვრებაში უნდა ვაღიაროთ ქრისტეს. როდესაც იესო ეკითხება პეტრე მოციქულს, რას ამბობს ხალხი, ვინ გონი ვარ მე მათო? და მიუგეს ზოგს იოანე ღვთისმსემელი გონი ხარ, ზოგს ელია, ზოგს იერემია, თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. კვლავ კითხა მათ, თქვენ თვითონ ვინ გონი ვართ მეო? მოციქულებს ეკითხება და მაშინ პეტრე მოციქულსაც. სიმონმა იგივე პეტრე მიუგო, შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. ხოლო იესომ პასუხად თქვა, ნეტარი ხარ შენ სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა, ანუ ვიდრე ადამიანთაგან კი არ გამოგიცხადა და გაგიცხადა ესო, არამედ ჩემმა ზეციურმა მამამ. და მე გეუბნები, შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, აი მართლმადიდებელ ეკლესიას. და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან ჯოქებულად, ვერ ძლევენ მას. ასე რომ მე პირდაპირ აღიარებ ესა და ეს ჩვენც ისე უნდა ვაღიაროთ, რომ პირდაპირ აღიარებს, რომ ქრისტე არის ძე ცოცხალი ღმერთი. და ვამბობთ, რომ ქრისტე არის ჩვენ შორის, ანუ ეს ცოცხალი ღმერთი არის ჩვენ შორის. ეს მიუწვდომელი საიდუმლოა, მაგრამ მეტაფიზიკურად ის არის ჩვენ შორის. რაღაცნაირად ჩვენთვის მიუწვდომელი, მაგრამ არის ნამდვილად, ამას ვცნობ ჩვენ. როგორც სულიერად, ისე ემოციონალურად, ისევე ხორციელად, იმიტომ რომ ქრისტე აშკარად ჩვენ შორის არის. რაც უფრო მეტად ხშირად ეზიარება ადამიანს, რაც უფრო ხშირად ლოცულობს, რაც უფრო მეტად სულიერი ხდება და განიღმრთობა მალს იღებს, მიგი უფრო და უფრო მეტად ღვთის ახლობლობას, ღვთის მასთან ახლო ყოფობას და მისთან ახლო არსებობას მასშიც და მის გარშემო, თვითონ არ არის ადგილსაც ღმერთი არ იყოს, უფრო მწვავედ, თუ ეს იყო შეიძლება იქნას გამოვიდა, უფრო ცოცხლად, უფრო ესე რეალურად აღიქვამს, იცის და გძნობს და გძნობა ცოდნა აქვს იმისა, რომ ღმერთი მართლაც ყოველგან არს, ყოველსავე იღავსებს და ამბობს, ჩვენთან არის ღმერთი არს დაიბნოს. ქრისტეში ჩვენ შორის და ვამბობთ არს დაიბნოს, ეს ალეგორია არის. ეს არის არ ვამბობთ ერთს და ამას ვუქმებთ, არა. როგორც ვამბობთ, ისე რასაც გულისხმობთ, იმას ვამბობთ. და ეს გამოგვიცხადა ჩვენ, როგორც აი პეტრე მოციქულის ეუბნება, არა ადამიანმა, არამედ რაციონალურმა ცოდნამ, ან რაიმე მეცნიერმა, გმირმა, რომელიმე დაუშვათ დიდებულმა, გენიოსმა, არამედ ეს გამოგვიცხადა ჩვენ არა დაცემულმა ინტელექტმა, რომელიც ვერ შეიმეცნებს საფაქტორიალებს და მათთვის საფაქტორიალები ჯვარია, არამედ განხთობილმა ინტელექტმა, ზეცამ გამოგვიცხადა, ზეციურმა ნებამ, მამის ნებამ, მაგაც მონოთეიზმი იჭირდება, მამა, ძე და სულიწმინდა. და ჩვენმა განხთობილმა ინტელექტმა ეს შეიძრო, შეისისხლოცა და მიიღო და აღიარა ურჩეშმარიტება. თუ ადამიანში როგორც ჭურჭელი ადამიანი, თუ ადამიანში ის ჭურჭელი არ ვარგა, მასში ან გადმოპირკოებული, ან გაბზარული, ან დახურული, მასში მადლი არ ჩადის. მაგრამ როდესაც ეს ჭურჭელი არის თლიანი, სუფთა და ასე ვთქვათ, ღვთის წინაშე დევს, ღია და ესე ღმერთის წინაშე ჩაედინება მასში, ეს მადლი ჩაედინება, ხო? ის შეიგრძნობს და აღიარებს ზეციურ იერარქიას, რომლის მწვერვალშიც არის მამაზე და სულიწმინდა. ანუ აქაც ერთი მონოთეიზმი, ტრინიტარული ქრისტიანული მონოთეიზმი იგულისხმება, რომ ჩვენ ვაღიარებთ მას, რადგანაც გამოგვიცხადა შეგვიძლია. არ გამოგვიკვლევია ჩვენ არც ვინმე, როგორც აღნიშნე მეცნიერს ან მკვლევარს თქვიან რაიმე ინტელექტუალური პროცედურები და სპეკულაციებით მიგვიღია ის, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ ამავე დროს სამგვაროვანი და ერთ არსი არა. ეს არის ღვთაებრივი გამოცხადება, რომელიც ჩვენთვის პირდაპირ პროპორციულად შემეცნებადია თუ რწმენაში ვიზრდებით. ჩვენთვის შემეცნებადია შესაბამისად რწმენაში ზრდისა, იმიტომ რომ დაცემული ინტელექტი ადამიანის ამას ვერ შეიმეცნებს. ერთი ღმერთი, მაგრამ სამგვაროვანი, ერთ არსი, მაგრამ სამჰიპოსტასია. ეს საოცარი საიდუმლოა. ეს არის მწვერვალი გამოცხადება, ღვთაებრივი გამოცხადება ადამიანთათვის ზეცისა, რომელიც ქრისტემ
როგორც ახალმა ათქმის თავარი დოგმატი ახალი ათქმის მოგვეცა ჩვენ. რა თქმა უნდა ეს ისწავლოს სადაც არის ძე, იქ არის მამას და სულიწმინდაც. და ეს გაგვიცხადა ჩვენ არა ხორცმა და სისხლმა, როგორც პავლე პეტრემოცხლის ვიტყოდი, არამედ ჩვენმა ზეციურმა მამამ ძემ და სულიწმინდამდე გაგვიცხადა ეს. და ღვთის გარეშე ღმერთს ხომ ვერ შეიმეცი. ღვთის გარეშე ხომ ვერ განიხმთო. სიყვარულის გარეშე ხომ ვერ შეიყვანო. სიკეთის გარეშე ხომ სიკეთეში ვერ გაძლიერდა და ასე შეგვიძლია უსასრულო გავაგზავნოს. და რადგანაც ეს შეისანიშენ განწმენდილი გონებით და გულით, მაშინ შეშინდერა დიდი მადლია და ისეთ სულიერ ცეცხლში ხარ შენ გახვალო როგორც ეკლესიას მისამართლობ. შენი ჯოჯოხეთსები ვერ ერეოდია, ვერ ძლევენ მას, ასევე თითოეული ადამიანის საოცარი უზარმაზარი სულიერი პოტენციალი, ძალით, დამკოლეობის გადალახვის, ყველა მოძალის დათმობის და ის სხვაგანაც არის ამ თემაზე ხო? და უხაროდეს მას რომ ზეციასში ხო წიგნში არის ჩაწერილი მისი სახელი, მათი სახელები. ამიტომ ჭერი ჯოჯოხეთსები ვერ ერევა ასეთ ადამიანსაც და რა თქმა უნდა ეკლესიაში ხო ჭერი ჯოჯოხეთსები ვერ ერევიან მას. და ესეთი ადამიანის თუნდაც თითოეული ეკლესიის წევრი ასო ხო დაეცემა რა კვლავ ადვილად წამოდგომადია და დაუცემელია. და ადვილად დაცემადიც არის, მაგრამ თუ დაეცა ადვილად წამოდგომადია, ეს დიდი ფაქტორია. და ჭერი ჯოჯოხეთსანი მასზე ვერ იმარჯვება. რა თქმა უნდა, ნანობს, აცნობიერებს წამს და უნდა სურვილი აქვს, რომ უკეთესი გახდეს, რომ იდეალი ვინა ვარ, ხო? უნდა სურვილი აქვს, რომ უკეთესი, საუკეთესო, ცოტათი მაინც იწავდეს. მცირედ მადლისაც მაინც მიიღოს, რომ მე ბოლოს რაღაცა დააგროვოს, რასაც აქ თვალი აძლევს მას მადლს. რომ მე უკვე სჭირდება ეს იქაც. ამიტომ და ჯოჯოხეთის ხელისუფლება ეს მით უმეტეს ძალიან გამოვლინდა, გამოგიწყანივრცა ჯოჯოხეთის ასე ვთქვათ ის პორტალები, როგორც ეკვერის შეიძლება ითქვას ტექნიკური ენით, ის რაც ადრე არ იყო ქმედებაში, დღეს გამონთავისუფლდა უფრო მეტად და გაძლიერდა და რაღაც ესეთი ოდიოზური ფარდობითი არსებობის ფორმა მიიღო. რაღაცნაირი ფორმა მიიღო არსებობისა, როდესაც მას შადიან, ბოროტებას ხომატოლოგიური საფუძველი არ აქვს. იგი არსებობს მასში, როცა მას შადიან. იგი ფარდობითი არსებობა აქვს მას ბოროტებას და იგი მხოლოდ ეყრდნობა სიკეთეს და პარაზიტირებს მას, ეს დიდი თემაა. ამიტომ ჭერი ჯოჯოხეთსები ვერ ერეოდიან მას და ეს დღეს მით უმეტეს ჩვენ გვჭირდება ეს ძალა სასუფლების გასაღებიც მისცა პეტრემოცხლის, ხო? მოგცემ შენ სასუფლების გასაღებს და ვისაც შეკრავ, ვისაც შეკრული იქნება საშიც, ხოლო ვისაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება იგი საშიც. გადავთ უყურებთ. აი ესეთი ძალა მისცა მოწყულებს და ქრისტიანსაც, ქრისტიანის სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ძალიან დიდი ძალა ქრისტიანის სიტყვას. ეს შეუძლია თქვა, რომ სამდელო და შეკვეთა და გახსნა ის სხვა, მაგრამ ქრისტიანის სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს. ქრისტეს სახელზე ახსენებ უკვე ფალი სანამიტრო მანამ იცის რა გინდა, სანამიტრო მანამ იქარი ყოველგანაც. უკვე ზეცა გეპასუხებო, შემდგომ გრჩობოდ მათ, სწრაფ შემწევ მათს და დახმარებას გიგზავნით, თუმეტეს დღეს. უეცრად დავატყუს დასწრებულ გადადგეს. უფალი. ამიტომ ხოდით გავწდეთ ამ წვენაში და გავხდეთ უკეთესი ვიდეო, ხოცი ვეცადოთ გავხდეთ უკეთესი ვიდეო. ამ აღიარებით, ერთ-ერთ აღიარებით ჩვენ უდიდესი დაცვა გვევლინება. არც ვიცი ჩვენ ვერც ვაცნობიერებთ, რომ ადამიანს აღიარებს მამას, ძეს და სულიწმინდას, აი რამხელა კავშირი იხსნება მასსა და ზეციურ იერარქიას შორის. მასსა და უფალს შორის, რომელიც ყველაფერს განაგებს ყოველი ძაბვის ხელში ამოქვეყნიერებისა, ზეციურშიც, მიწაზეც და ჯოჯოხეთში. ყველაფერს ისაკონტროლებს. და დედამიწა არ არის მიშვებული, რომ დეისტები ამბობენ სამბარასავი დაფოქილი და თავის ნებაზე მიშვებული. ეს სამყარო და დედამიწა მათ შორის არა. ეს არის ღვთის მიერ მისი ყოველის მსოფლიო ყოველის მჭვრეტელი თვალის ქვეშ მყოფი. ვინც მას აღიარებს, მას განსაკუთრებული წყალობა და დაცვა და სულიერი ხიზლობა უფლისა და მისი ანგელოზისა მისზედა ვლინდება. რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს სიტყვას და მოვალთა თანა.